იდეა სრულად ბუნებრივად გაჩნდა. მე დიდი ხანი ვაფასებდი და მიყვარდა ხელნაკეთი ნივთები და ძალიან მიყვარდა სათამაშოები. მაშინ როცა ჩვენ წარმოება დავიწყეთ, სათამაშოების ბაზარი გაჯერებული იყო, ქართული სათამაშოების ბაზარი გაჯერებული იყო უხარისხო და ბავშვებისთვის არასასურველი სათამაშოებით. და ეს გახდა ჩვენთვის ინსპირაცია იმისთვის, რომ შეგვექნა ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო, განვითარებაზე ორიენტირებული ხის სათამაშოები პატარებისთვის და ჩვენი წვლილი შეგვეტანა ამ დიდი პრობლემის მოგვარებაში. რაც შეეხება უშუალოდ თქვენ საწარმოს, რამდენადაც ვიცი და თქვენც მეტნაკლებად ახლა ახსენეთ საუბრისას, სხვადასხვა ტიპის სათამაშოები გაქვთ, მათ შორის ერთ-ერთი არის მოტორიკის განმავითარებელი სათამაშოებიც. აი ამის შესახებ რომ გვიამბოთ უფრო დეტალურად. დიახ, რამდენიმე ხაზის სათამაშოები გვაქვს. ჩვენი სათამაშოები ეხმარება ბავშვებს გარემოს შეცნობაში, ბუნების შესწავლაში, ცხოველების, ფრინველების დაამეგობრებაში და გაცნობაში. ამავდროულად გვაქვს სათამაშოები, რომელიც ეხმარება ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას. ბალანს გუბიკები, ბალანსების დაცვით, აწყობით ისინი გამოიმუშავებენ კოორდინაციის უნარს, მოტორიკას აუმჯობესებენ, ასევე გვაქვს ფაზლები, რომლებიც ეხმარება პატარებს ლოგიკურ აზროვნების განვითარებაში. რას ნიშნავს ეკომეგობრული სათამაშოები და როგორ მზადდება მაყურებელს ესეც რომ განვუმარტოთ? ეს არის ძალიან შრომატევადი, მნიშვნელოვანი და პასუხისმგებლიანი საქმიანობა. ეკომეგობრული სათამაშოები არა ეს მხოლოდ ის სათამაშოები, რომლებიც ბიზნესის მოგებაზე ორიენტირებული პროდუქტი იქნება. ეს არის სათამაშო, სადაც დევს ძალიან მნიშვნელოვანი იდეა. პატარების ჯანსაღი გართობა, განვითარება და მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა. ჩვენ გვქნით სრულად უსაფრთხო მასალებისგან დამზადებულ სათამაშოებს, ვიყენებთ ხის მასალას, ბუნებრივი, ნატურალური 100%-ით ხის მასალას და წარმოების პროცესში მოხატვის პროცესები სრულად არის შესრულებული ეკომეგობრული სერტიფიცირებული გერმანული წარმოების სახებავებისგან, რაც უსაფრთხოა როგორც ბავშვებისთვის, ასევე გარემოსთვის. თქვენი აზრით, როგორი არის მოქალაქეების ცნობიერება აი ამ ეკომეგობრულ სათამაშოებთან მიმართებით? რამდენად ყველა მიცის, რატომ არის უმჯობესი დაუშვათ აი ამ სათამაშოების გამოყენება, ან დაუშვათ კიდევ რა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ მეტი დაინტერესება და უფრო მეტი მოთხოვნა იყოს ეკომეგობრული სათამაშოების მიმართ? მიხარია იმის თქმა, რომ სისტემატურად იზრდება ცნობიერება ამ ნაწილში. უფრო და უფრო მეტი მშობელი, უფრო და უფრო მეტ ყურადღებას აქცევს ხარისხიანი სათამაშოების მნიშვნელობას თავიანთი შვილებისთვის. ჩვენ 2018 წელს დავიწყეთ და სისტემატურად ვაკვირდებით ყოველწლიურად როგორი მზარდი მოთხოვნა ჩდება და უფრო მეტი ყურადღება ეთმობა მშობლების მხრიდან. ეს ძალიან გვახარებს, ვინაიდან სათამაშო მხოლოდ ბავშვისთვის არ არის მხოლოდ დროის გაყვანის კარგი საშუალება, ეს არის გარემოს შეცვლობის, განვითარების პირველი წყარო და ძალიან მნიშვნელოვანია სწორად იყოს შერჩეული პატარასთვის სათამაშოები. თქვენ ახსენეთ, რომ 2018 წელს დაიწყო თქვენმა საწარმომ ფუნქციონირება და რამდენადაც ვიცი, მისი მისია ბავშვებისთვის სამყაროს შეცნობის პროცესის გასამარტივებლად, უსაფრთხო და ამავდროულად შემეცნებითი სათამაშოების დამზადება არის. როგორი იყო ეს პერიოდი 2018 წლიდან დღემდე და ზოგადად რა არის ის გამოწვევები, რომელსაც მეწარმეები აწყდებით ხოლმე? მარტივი ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა ძალიან საინტერესო იყო. ჩვენ წლიდან წლამდე ხვეწავდით ჩვენ საწარმოო შესაძლებლობებს, ვანვითარებდით ჩვენს უნარებს და ხვეწავდით იმ პროდუქციას, რასაც ვქმნიდით. და ამ პროცესს მუდმივად მივყვებით განვითარების და ზრდის. რთული იყო ბევრი სხვადასხვა ნაწილის კუთხით, ვინაიდან ჩვენ დავიწყეთ მხოლოდ მცირე ინვესტიციით, პატარა სახელოსნოთი და დიდი იდეით. ღვთისმსხალობით და გარემო პირობებმა შეგვიწყო ხელი იმისთვის, რომ ნელ-ნელა გავსდელიყავით. დღეს ჩვენ საწარმოში გადამზადებული 44 ადამიანი აქედან ყავს განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები გადამზადებული და მათთვის ახალი პროფესია გვაქვს შეძენილი. გვაქვს წარმოებული 600,000-ზე მეტი სათამაშო უკვე, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს ბაზარზე, არამედ ევროპის ბაზარზეა გადანილი და ვფიქრობ, რომ ის რთული პერიოდი, რომელიც სისტემატურად თან ახლავს მეწარმეობას და განსაკუთრებულ სოციალურ მეწარმეობას, არის გადალახვადი და ორიენტირებული ზრდაზე. არჩილ დადარის ზრუნავს განსხვავებული შესაძლებლობების მქონე ადამიანების, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების პროფესიული განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობაზე. ასევე რამდენადაც ვიცი, იძულებით გადაადგილებული პირებისაც. აი ამაზეც რომ გვიამბოთ, როგორი არის მათი ჩართულობა და მნიშვნელობა?
ჩვენი სოციალური საწარმოს მთავარი სოციალური მისია უკვე მოგეხსენეთ, ეს არის ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოების წარმოება ბავშვების, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი და ძალიან საპასუხისმგებლო სოციალური პასუხისმგებლობა გვაქვს, როცა ჩვენ გადავამზადებთ და ვასაქმებთ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებს, ვისაც ძალიან სჭირდებათ ახალი პროფესია, დასაქმება და საკუთარი თავის რეალიზაცია. მიხარია რომ ჩვენ შევძელით რამდენიმე ადამიანის ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებები შეგვეტანა და მათთვის მიგვეცა ახალი პროფესია. გარდა განსაკუთრებულ საჭიროების მქონე ადამიანებს ჩვენ საწარმოში დასაქმებულები არიან იძულებით გადაადგილებული პირები და მათთვის არის სრულიად შექმნილი თანაბარი სამუშაო პირობები და ხშირ შემთხვევაში ჩვენი სოციალური მისიიდან გამომდინარე უპირატეს მნიშვნელობას ვანიჭებთ დავასაქმოთ მიზნობრივი ჯგუფები და გვიხარია რომ მცირე წვლილები შეგვაქვს იმ დიდი სოციალური პრობლემების წინაშე, რომელიც დგას დღეს ჩვენ ქვეყანაში. და ჩვენი საუბრის ბოლოს მინდა გკითხოთ, რამდენადაც ვიცი თქვენი სათამაშოები საზღვარგარეთაც გადის, იქაც არის მოთხოვნადი, როგორი არის უცხოელების დამოკიდებულება საზღვარგარეთ, რამდენად როგორ უყურებენ ისინი აი ამ ეკომეგობრულ სათამაშოებს? დიახ, ესეც დიდი მიღწევაა ჩვენი საწარმოს მხრიდან 2022 წლიდან უკვე ჩვენ შევძელით გავსულიყავით ექსპორტზე, გვყავს B2B პარტნიორები ევროპის ბაზარზე, გერმანიიდან, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა დისტრიბუციას ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ეს ძალიან დიდი მიღწევაა, ვინაიდან ჩვენ დავაკმაყოფილეთ ის სტანდარტი, რომელიც ესეთი მკაცრი და რთულია ევროპის ბაზრის სათამაშოების უსაფრთხოების ნაწილში. დიდი გამოწვევა იყო, ვინაიდან გრძელვადიანი პერიოდია, სანამ იდეიდან პირველ კონტაქტებს დაამყარებ და პირველი კონტაქტების დამყარებიდან უშუალოდ ხელშესახებ საპარტნიორო ურთიერთობაზე გადახვალ, თუმცა გვიხარია, რომ ეს ექსპორტი, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, მზარდია და ახალ პარტნიორებთან ვამყარებთ ურთიერთობებს, რომელთანაც ჩვენ შევძლებთ, რომ ვაწარმოოთ ის ქართული ხარისხიანი პროდუქტი, რომელიც ევროპის ბაზარზე კონკურენტუნარიანია.